დღესაც ანუ პოლიტიკური ნება ზუსტად ისე არ არსებობს თქვენი აზრით როგორც არ არსებობდა თქვენ ამბობთ მე ვფიქრობ რომ არ არსებობს იმიტომ რომ უამრავი ცვლილებები რომელიც მე ნამდვილად იმედი მქონდა რომ 2012 წლის შემდგომ განხორციელებოდა და სასამართლო სისტემა და მოსამართლეები კიდევ უფრო მეტი თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდებოდა არც ერთი ცვლილება თუ ზოგადად გახდებოდა იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ აქ პრობლემა იყო კი რა თქმა უნდა პრობლემა იყო მარტო მე დავასახელე კიდეც ისიც რომ საქმეების სია შემოდიოდა მე რომ თბილისის საქალაქოში გადავედი, დამხვდა უამრავი სია და მოსამართლეების რიგი, ვინ როდის უნდა შემოსულიყო და ეთქვა რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ამა თუ იმ საქმეზე. მე ვთვლი რომ საერთოდ ეს სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქცია საერთოდ არ იყო და ეს პირველივე დღიდან გაუქმდა და არასოდეს მსგავსი შეთანხმება ჩემთან არ ყოფილა. ეს რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი ისე ხდება როგორ ხდება? შესაძლებელია თუ რაღაც ცნობები გაგვჩიგნით რა როგორ ხდება? ეს ხალხი არის იგივე და აქვს იგივე მართლობის ფორმა. ხალხის კონკრეტული იგივე მართლობის ფორმა. თუმცა პერსონები თუ მათზე იყო ზეწოლა ოდესღაც და ბიზნესში სხვა შორის თქვა რომ ისინი მსხვერპლები იყვნენო მაგალითად მურუსიძეზე და თუ მათ ახლა გაათავისუფლებთ მათ შეუძლიათ მათ ძალიან ხატოვნად რომ თქვა ფრენა ასეთ დაპატიმრებულ ადამიანებს ვისაც ედოთ ბორკილები და დღეს ფაზლებს ირწეს. აი ფილმებიდან პერსონაჟი, აი დოქსოპულო რომ განთავისუფლდნენ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი ფიგურა გახდება ის? მე ვფიქრობ რომ ის ხო მე ვფიქრობ რომ ასეთი ფორმით შეუძლებელია უნდა შეიცვალოს თვითონ ის მართლობის ფორმა რაც სასამართლოშია ის მენეჯმენტი და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება გაუმჯობესდეს და სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდეს სხვაგვარად სასამართლოში კიდევ ერთხელ გეუბნებით მარტივ მაგალითს გეტყვით იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი სამართალყურო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი 4 წლის განმავლობაში არის უამრავი დანაკლისი წლების განმავლობაში ვითხოვთ რომ ჯერ სწავლის ვადა გაზრდილიყო, კიდევ უფრო მეტი კომპეტენტური ყოფილიყო კურსდამთავრებულები და სასამართლო სისტემას დღევანდელი იუსტიციის საბჭოც ამბობდა რომ მაგალითად აკლია 200 მოსამართლე კიდე დამატებით რომ ფუნქციონირებდეს სწორად.